6 არტემ ილჩენკო, 14 გიორგი კოხრეიძე, 22 თორნიკე გირგიტაძე, 19 ნიკოლოზ კალანდარიშვილი და 7 დმიტრი მანდრიჩენკო. ასეთია დინამო ბათუმის შემადგენლობა, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა დააყენა. რაც შეეხება გორის დილას, ნომერი 1 დავით კერესელიძე გუნდის კაპიტანი, 3 რუბენ კომპაორე, 13 ნომერი ჯოაო არაუჟო, 2 თედო რამოსოლოღაშვილი დაკავებულ პოსტზე, ამას რა თქმა უნდა ყველაფერს გავიგებთ. იყო ასევე ამბები იმასთან დაკავშირებითაც, რომ გორის დილა უცხოელი მწვრთნელის და სპეციალისტის დამატებას აპირებს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ერთად გავიგებთ და ერთად ვნახავთ. გაისმის სასტვენის ხმა მისა ნიშანი ბაკურ ნინუამ გაცრავად და დაიწყო მატჩი. რაც გრძელი პასი კეთდება კირკიტაძეზე, კირკიტაძე მიიღო ბურთი, ბათუმელთა კარგი შეტევა, მოძრაობის ცდელობა. ასი საჯარიმოში, კალანდარიშვილი და პენალტი. ოიტოვა ბათუმელთა 19 ნომერმა, რომელიც ჩემპიონატებში გატანილი გოლების მხრივ. ბაკურ ნინუას სასტვენის ხმა გაისმის, კალანდარიშვილი გამორბენი, დარტყმა გაიტანა 1-0 და დინამო ბათუმი დაწინაურდა მატჩის მე-9 წუთზე. პენალტი გაიტანა და სწორედ იმ მატჩში გააძევეს კალანდარიშვილი, კარგი პასი კეთდება კოხრეიძემ, შვენიერი მომენტია, პასი კერესელიძე 2-0. საბოლოოდ მაინც გავიდა ეს პასი და დმიტრი მანდრიჩენკომ მოახერხა გოლის გატანა. აი ასე 10 წუთში დინამო ბათუმი იგებს 2-0-ს, ძალიან მარტივად მოახერხეს შემოდგორელებს. გრძელდება იერიში, შორი მანძილიდან დარტყმა და შემა დარტყმა კარიდან განაახლებს თამაშს ლაზარე კუპანაძე. ეს კი მომენტი, როცა მოჰამედ კანტემ პასი გააკეთა, კიკაბიძემაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა, მილჩენკომ მოატყუა და აი ეს დარტყმა, რომელიც შეასრულა ყოლატუნჯმა. ჯალაღონია, მისი გადაცემა, გავიდა ეს პასი, მაგრამ არ ჩახვა იქა და არ გაყვა მეტოქი გუნდის ფეხბურთელს, ფარულავა. მენთეშაშვილი რა კარგ პასს აკეთებს, კარგი გადაცემა ჩაწოდება და გადარჩა დინამო ბათუმი. საოცარი კომბინაცია გაათამაშეს გორელებმა და კიკაბიძის გადაცემა უკვე ვეღარ გამოიყენა შოთა შეყილაძე. მენთეშაშვილმა გააკეთა სუპერ პასი და კიკაბიძემაც ერთი შეხებით ძალიან კარგი პასი გააკეთა. რთული იყო მაინც შეყილაძისთვის შესრულება, მაგრამ ალბათ გატანა მაინც მართებდა გორელთა ფორვარდს ამ მომენტში. შორიდან დარტყმა და რა გოლი ანგარიში ხდება 2-1 შესანიშნავი გოლი. ოლატუნჯის გასროლა და გორელებმა ანგარიშის სხვაობა შეამცირეს. ძალიან მაგარი დარტყმა იყო აბდულმალიკ ოლატუნჯის და 36 წუთზე გორის დილამ ანგარიშის სხვაობა შეამცირა. კიდევ ერთხელ დასარტყმელი სივრცე მისცეს ნიგერიელ მცველს და მანაც პირველი გოლი გაიტანა გორის დილას მაისურით. ძალიან მაგარი დარტყმა. აი კიდევ ერთხელ ეს გასროლა. ძალიან ლამაზი გოლი ვნახეთ და გორის დილა თამაში დაბრუნდა. გრძელი გადაცემა წინ ლაკვეხელიანი აქ ლაზარე კუპატაძე გამოვიდა და შეიძლება იყოს წითელი ბარათი. კი ბატონო. ლაზარე კუპატაძე აი ეს სანიანგი ჩააწოდა საჯარიმოში, ოლატუნჯი მიიღო ბურთი, უკან გამოიტანა, ჯალაღონია, შეიძლება დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე. დინამო ბათუმი კიდევ 2 მატჩი ჩაატარებს და ამით დაასრულებს მეორე წრეს. 17-ში ქუთაისის ტორპედოსთან შორი მანძილიდან დარტყმა 2-2. 2-2 ანგარიში გათანაბრდა ბლანკსონ ანოფი გოლის ავტორი. 84 წუთზე წონასწორობა აღადგინა გორის დილამ. შორი მანძილიდან გაისროლა. ისმაილოვს ბლანკსონ ანოფმა გაუტანა სწორედ შორი მანძილიდან დარტყმა, მეგონი იყო მცირე რიკოშეტიც და გორელებმა წონასწორობა აღადგინეს 84 წუთზე. დრო საკმარისია იმისთვის, რომ დილამ მოიგოს ეს თამაში. და შეეხება ბლანკსონ ანოფისთვის, ეს არის მეორე გოლი მიმდინარე სეზონში, სულ კი მე-4-ია ეროვნულ ლიგაში.
პასი საჯარიმოში კირკიტაძე დატოვა ბურთი კარგად და პენალტი კიდევ ერთი. ძალიან მაგარი თამაში გვაქვს გორელთა მცველი შეცდომა და გაბრას და აქ ოლატუნჯი ეჭხუბება თანაგუნდელს. დინამო ბათუმმა გაუშვა გოლი და ეგრევე დაბრუნდა თამაში. პენალტის შესრულების შანსი და ალბათ ისევ ახოთ მოკლედ ვინ მივა ამ პენალტის დასარტყმად ალბათ კალანდარიშვილი აიღებს ისევ ბურთს. ვერახს მართლონი იმისთვის რომ გადაიღოს ეს ეპიზოდი კალანდარიშვილი გამორბენი დარტყმა გაიტანა ანგარიში ხდება 3-2 97 წუთზე ნიკოლოზ კალანდარიშვილმა მოახერხა და შეასრულა დუბლი და ჩააგდო ბურთი საჯარიმოში ჯალაღონია ემანუელ ბუანსი ეხსნება სადა ჯალაღონიამ ჩაწოდება არ გამოუვიდა ისევ ჯალაღონია ბურთთან პასი ბუანს ემანუელ ბუანსი და პაუზა გაისმის საფინალო სასწრაფო და დინამო ბათუმმა მოიგო უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება